მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი და საქართველოში ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ლორა თორნტონი ამბობს, რომ საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების სასარგებლოდ რუსეთის გარდა ირანი და აზერბაიჯანი ერეოდნენ. ამის შესახებ თორნტონმა 9 იანვარს ჰადსონის ინსტიტუტში პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისი თქმით, საარჩევნო პროცესზე დაკვირვებისას ისინი ფოკუსირებულნი იყვნენ რუსეთის ჩარევაზე, მაგრამ ქართული ოცნება მხარდაჭერას სხვა მოთამაშეებისგანაც იღებდა. ჩვენ ვიცოდით თეირანში ყობახიძის ვიზიტის შესახებ. ირანის გავლენა რეგიონში გარკვეული პერიოდი არსებობს. მე ვიცოდი ამის შესახებ. ვიცოდი, რომ ისინი მხარს უჭერდნენ ისლამურ კვლევით ცენტრებს, მეჩეთებს და ბიზნესმენებს, რომლებიც ირანში სწავლობდნენ. რაც არ ვიცოდი და რაც გავიგე დეკემბერში ჩემი ყოფნისას არის ის, რომ ასევე იყო ირანისგან აქტიური ჩართულობა ქართული ოცნების კამპანიის დასახმარებლად. ისინი ფულსდებდნენ იმაში, რომ დამთხოვდნენ ქართული ოცნების კამპანიის გზავნილებს. მართალია კანდიდატების გვერდით არ მდგარან ირანელები, მაგრამ ისინი აძლიერებდნენ იმავე ნარატივებსა და გზავნილებს, რასაც ქართული ოცნება და ახდენენ ზეწოლას ადგილობრივ საზოგადოებაზე, რათა მხარი ქართული ოცნებისთვის დაეჭირათ. აი, ვინც პირდაპირ იყო ჩართული, იყო აზერბაიჯანი. აზერბაიჯანელი პოლიტიკური ლიდერები, ისევე როგორც მედია ფიგურები, სიტყვის სრული მნიშვნელობით სცენებზე იდგნენ ქართული ოცნების კანდიდატების გვერდიგვერდ.